დისლექსია ვიწრო გაგებით არის კითხვის სირთულე და დასწავლის უნარის დარღვევის ყველაზე გავრცელებული ტიპი. Უფრო ფართო გაგებით არის ვერბალური ინფორმაციის გადამუშავების, დასწავლისა და შენახვის სირთულე. პრობლემა ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ ეხება საკლასო სივრცეში 6-დან 1 ბავშვს, მოსწავლეთა 15%-ია და უფრო გლობალურად რომ შევხედოთ ამ სირთულეს არის 780 მილიონ ადამიანზე საუბარი, ვისაც აქვს დისლექსიის დიაგნოზი. და კითხვის საფუძვლად მდებარე უნარებს ვიკვლევთ, ვსწავლობთ და საჭიროების შემთხვევაში ვიწყებთ ინტერვენციას ხოლმე სპეციალისტები. Თავად თქვენ ბრძანდებით საქართველოს დისლექსიის ასოციაციის დამფუძნებელი. საერთოდ როგორ მიხვედით ამ თემამდე? რატომ დაინტერესდით ამ საკითხით, სანამ გადავალთ და ვისაუბრებთ კონფერენციაზე, რომელიც პირველად ტარდება საქართველოში? მე ვარ დედა, რომლის შვილსაც 2019 წელს დაუდასტურდა დისლექსია. შესაბამისად, იმ პერიოდში განსაკუთრებით ძალიან მწირი ინფორმაცია იყო ამ თემასთან დაკავშირებით და მომიწია ჩართვა იმისთვის, რომ ჩემ შვილს ჰქონოდა რაღაცნაირად ლაღი, კომფორტული გარემო და მას დისლექსიასთან ერთად თანაცხოვრება შეეძლო. შესაბამისად, ჩემი გამოცდილება, დაგროვილი გამოცდილება იქნებოდა ეს კომუნიკაცია სპეციალისტებთან, თერაპევტებთან თუ ასე შემდეგ. ამ ყველაფერმა მიმიყვანა იქეთკენ, რომ შემექმნა ასოციაცია, სადაც ამ ჩემ გამოცდილებას გავუზიარებდი სხვა დედებს და გავაკეთებდით ერთად სასიკეთო საქმეს ბავშვებისთვის. ეს იყო იდეა, რისთვისაც შეიქმნა დისლექსიის ასოციაცია. შემდეგ უკვე შარშანკა დავაფუძნეთ დისლექსიის ფონდი, რომლის თანადამფუძნებელიც გახლავართ და შესაბამისად ამ მიმართულებით ცოტა უფრო აქტიურად გავაქტიურდით და ცოტა უფრო ფართომასშტაბიანი კამპანიებიც დავიწყეთ. ეს ერთ-ერთი არის ახლა ეს ჩვენი კონფერენცია, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება და დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, სადაც შევიკრიბებით ის ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული ვართ ბავშვის კეთილდღეობასთან დაკავშირებით, ბავშვის სიმშვიდე, ბავშვის კომფორტული გარემო, ეს ვართ სამირგოლი მშობლები, მასწავლებლები და სპეციალისტები. და ვიმსჯელებთ, რა გვაქვს საქართველოში, რა სერვისები გვაქვს, რა გამოცდილება გვაქვს, გაუზიარებენ სპეციალისტები ერთმანეთს ამ გაზიარებთ და ვფიქრობ ძალიან საინტერესო გამოვა. Თამთა, რამდენად რთული არის დისლექსიის ამოცნობა? ხშირად მშობელიც კი შეიძლება დააბნიოს მოცემულობამ, იფიქროს, რომ ბავშვი სათანადოდ არ ინდომებს, ან ზარმაცობს, ან არ მოჰყვება მას ამ მეცადინეობის პროცესში ისე როგორც საჭიროა და ეგონოს, რომ აი ეს კითხვის გართულება არის სწორედ აი ამ ნაკლები ძალისხმევის შედეგი. როდის უნდა იეჭვოს მშობელმა, რომ საქმე შეიძლება კონდეს დისლექსიასთან? კი ბატონო, ძალიან საინტერესო კითხვაა, იმიტომ რომ მშობლებსაც ხშირად უჩნდებათ ეს კითხვა და მინდა მათ უთხრა, რომ ადრეული ნიშნების ამოცნობა საკმაოდ რთულია, მით უმეტეს თუ ვისაუბრებ წინასასკოლო ასაკზე. იმიტომ რომ დისლექსია არ არის შეჭიდული ინტელექტუალურ დარღვევასთან ან განვითარების შეფერხებასთან, შესაბამისად ბავშვი შეიძლება იყოს ძალიან გონიერი, ლაღი, ინტერესიანი და ნიჭიერი. თუმცა რა თქმა უნდა არის კონკრეტული ადრეული ნიშნები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. თუმცა ცალკეული ნიშნების არსებობა არ გულისხმობს, რომ აუცილებლად ბავშვი მიიღებს სასკოლო ასაკში დიაგნოზს. ეს მშობლებს ძალიან არ დაიბნენ. ადრეული ნიშნები შეიძლება იყოს მეტყველების შეფერხება, გვიან დაწყება, ფონოლოგიურად მსგავსი სიტყვების ერთმანეთში არევა, მიმართული მეტყველების გაგების სირთულეები, მაგალითად უჭირს მრავალსაფეხურიანი მითითების გაგება. შეიძლება იყოს ვიზუალურ-სივრცითი ორიენტაციის სირთულეები, უჭირს სივრცეში ორიენტაცია, სკოლისკენ, ბაღისკენ მიმავალი გზის დახსოვება, მარჯვენა-მარცხენის გარჩევა, ფონოლოგიური ცნობიერებაც ამ შემთხვევაში გვიან მწიფდება. ფონოლოგიური ცნობიერება გულისხმობს ანალიზს და სინთეზს ფონოლოგიურს, ანუ სიტყვაში ბგერების გარჩევა, რომ ბგერაზე იწყება, მთავრდება, რიგითობა ასოების, ბგერების გაერთიანება და ასე შემდეგ. ასე რომ ნიშნები თავიდანვე ჩანს. უბრალოდ შეიძლება არ იყოს ყოველთვის გამოხატული და მშობელს აფერხებს სპეციალისტთან მისვლის პროცესში ეს. თუმცა უკვე ფორმალურ, ასე ვთქვათ, დიაგნოზს ბავშვი რა თქმა უნდა სასკოლო ასაკში ღებულობს, როცა უშუალოდ აკადემიურ უნარებს ვეხებით და კითხვის პროცესს. თამთა, თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენი მიზანი იყო შვილის მხარდაჭერა და ეს ასოციაციაც ამიტომ შეიქმნა, კონფერენცია, რომელიც უნდა ჩატარდეს შაბათს, ასევე აი ძალისხმევის ნაწილი არის. რა სერვისების, რა საჭიროებების აუცილებლობა დგას ჩვენს ქვეყანაში დისლექსიის ცნობადობასთან და მასთან გამკლავების გზებთან მიმართებით? გეტყვით, ცნობადობას რაც შეეხება, პირველი და მთავარი ამოცანა არის ჩვენი, რომ გავაგებინოთ უფრო მეტ ადამიანს, უფრო მეტ დედას, უფრო მეტ მასწავლებელს და
ჩვენი სოციუმი გავხადოთ ამ დისლექსიისადმი მიმღებლობა გავზარდოთ. შესაბამისად ვაკეთებთ, ანუ ჩვენი ასოციაციის ფარგლებში და ფონდის მხარდაჭერით ვაკეთებთ აი საინფორმაციო ვიდეო რგოლებს, მაგალითად აი სოციალური ქსელის აქტივობა გავააქტიუროთ სოციალურ ქსელში ჩვენი პოსტები და საინფორმაციო განცხადებების გაკეთება. რაც შეეხება თვითონ სერვისებს, სამწუხაროდ ეს არის სერვისები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება და პირველ რიგში რაც მშობლებს ჭირდებათ არის დიაგნოსტიკა, თერაპია და სწორი მიმართულება წასვლა. თუმცა ჩემი როგორც მშობლის დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით არის ცალსახარო. თუ კი ჩვენ თვითონ ბავშვებს შევუქმნით ძალიან მხარდამჭერ გარემოს, იქნებიან მშვიდად, იქნებიან ლაღად, არ ექნებათ უსაფრთხოდ, დიახ, არ ექნებათ რაღაცა კლიშეებით გაჯერებულ გარემოში არ მოუწევთ ყოფნა, მათი სიმშვიდის ფონზე დისლექსია აუცილებლად წინ წამოიწევს და აუცილებლად მათი უნარები ბევრად უფრო გააქტიურდება, იმიტომ რომ სიმშვიდი არის თავი და თავი ყველაფრის. მე ამას პირადი გამოცდილებით გეუბნებით, იმიტომ რომ მხარდამჭერმა გარემომ ძალიან დადებითი გამოხმაურება პოვა ჩემს შულში. აი თამთამ ახსენა სამი რგოლი, მშობელი, სპეციალისტი და მასწავლებლები. შეიძლება მშობელი იყოს არაჩვეულებრივად ინფორმირებული, დაინტერესდეს ყოველფრით, რაც ეხება მის შულს, მაგრამ რამდენად ინფორმირებულები არიან და რამდენად იცნობენ ამ დაბრუნებას პედაგოგები. აი იგივე მასწავლებლის მხრიდან იმის მოთხოვნა, რომ დისლექსიის მქონე ბავშვმა ხმამაღლა წაიკითხოს კლასში, რაც მასში იწვევს ალბათ შფოთვის მომატებას და კომპლექსებსაც უჩენს. აი ამის შესახებ სამწუხაროდ მე თვითონ ჩემ პრაქტიკაში ხშირად შემხვედრია ისეთი მაგალითები, რომ ბავშვი წინ კი არ წავიდა, არამედ დაზარალდა თანატოლებისა და პედაგოგების მხრიდან მიღებული კომენტარებისგან, თუნდაც ხმამაღლა კითხვის დროს. და არ გაითვალისწინეს ის ინდივიდუალური მახასიათებლები, რომლებიც ბავშვს აქვს. ამიტომ ვფიქრობ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხო გარემოზე, პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ ფსიქოგანათლებაზე პედაგოგებში. იმიტომ რომ ეს არის ის სივრცე, სადაც ბავშვი დღის ყველაზე დიდ მონაკვეთს ატარებს და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თავს გრძნოდეს სრულფასოვნად. იმიტომ რომ დისლექსია კვლევებიც ამას გვეუბნება და ჩვენი პრაქტიკაც, რომ პირდაპირ შეჭიდულია ემოციურ სირთულეებთან. ხშირია დაბალი თვითშეფასება, მაღალი კრიტიკულობა საკუთარი თავის მიმართ, ასევე ხშირად არის დასწავლილი უსუსურობის ფენომენიც. შესაბამისად, ჯანსაღი გარემო უმნიშვნელოვანესია და ამას უზრუნველყოფს სკოლაში პედაგოგი. თამთა ისევ კონფერენციას მიუბრუნდათ, თუ შეიძლება აი კონკრეტულად რა საკითხების განხილვა იგეგმება ამ კონფერენციაზე და რა იქნება, აი რა ნაბიჯი იქნება ეს აი ამ ცნობიერების ამაღლების გზაზე. გეტყვით. ეს არის კონფერენცია, რომელიც დისლექსიის თანამედროვე სერვისებსა და გამოწვევებს ეძღვნება. ეს არ არის ცნობიერების ამაღლების კონფერენცია, იმიტომ რომ ის საზოგადოება, ვინც არის მოწვეული, პრინციპში უკვე ამაზე წლებია მუშაობს. ჩვენ საქართველოში გვყავს ძალიან კარგი სპეციალისტები. მინდა გითხრათ, რომ ბევრი ადამიანი ყოველდღიურად მუშაობს ამ თემასთან დაკავშირებით და ძალიან კარგი წინსვლა აქვს ამ ადამიანებს. ჩვენ გვინდა რომ ეს ხალხი მოვიწვიოთ და თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ. ერთმანეთს ერთი სივრცე შექმნათ, სადაც ისინი ისაუბრებენ რა ეტაპზე არიან. აი სალომე არის მაგალითად ერთ-ერთი მომხსენებელი თავისი ინოვაციური პროექტით, მაგალითად ჯგუფური თერაპია დისლექსიის მქონე ბავშვებში. აი ესეთი პროექტებზე, აი ქალბატონი თამარ გაგოშიძე იქნება, თეონა ლოდია, მაია შაშუაშვილი, ძალიან კარგი მომხსენებლები გვყავს, ალბათ ყველას არ ჩამოთვლით არ ეწყინებათ და შესაბამისად ეს იქნება პირველი გადადგმული ნაბიჯი, როდესაც თემასთან დაკავშირებით უკვე სპეციალისტები დასხდებიან, რა ვიცი, ასე ვთქვათ, ერთ სივრცეში და ვისაუბრებთ და არა მარტო სერვისებზე, არამედ იმ გამოწვევებზე, რაც გვაქვს და ეს არის უმნიშვნელოვანესი, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი მგონია, რომ მომავალში რაღაცები უკეთესობისკენ შეიცვალოს. სულ ძალიან მოკლედ მინდა აი ამაზეც კითხოთ, მშობლებს ალბათ ყველაზე მეტად ისაინტერესებთ, რამდენად შესაძლებელი არის აი ამ დარღვევასთან გამკლავება, აი რა მაქსიმუმ რა შედეგზე შეიძლება გავიდეს მოსწავლე ამ დარღვევით. დისლექსია არის, ასე ვთქვათ, ტვინის ნეირობიოლოგიური მდგომარეობა და ქრონიკული მდგომარეობა. ის რომ ერთი დღე იყოს დისლექსია და მეორე დღე არა, ასეთი რამ არ არსებობს, თუმცა ინტერვენციის შედეგად ძალიან ხშირად მიდიან ადამიანები იმ დონეზე, რომ წაკითხული ტექსტის გაანალიზება უკვე აღარ უჭირთ და აკადემიურ სფეროში მიზნებს აღწევენ, რომლებიც დაისახეს.
თუმცა ამას რა თქმა უნდა სპეციფიკური მიდგომა, შრომა და ნებისყოფა სჭირდება. მინდა გითხრათ, რომ ესეც დაისახავენ ეს ადამიანები აღწევენ. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საუბარი მაღალი ინტელექტის ადამიანებზე, საშუალო მაღალი ინტელექტის. მათ აქვს საშუალო და მასე მაღალი ინტელექტი. შესაბამისად ინტელექტის ხარჯზე ძალიან ბევრი რამ არის გამოსვლადი.